დღესდღეობით არის ძალიან რთული მდგომარეობა იმ თვალსაზრისით, რომ ნარკოტიკის მომხმარებელთა უპრეცედენტო რაოდენობა გვაქვს ქვეყანაში და ნარკოტიკული საშუალებების შემოდინებაც და გავრცელება, გასაღებაც არის ძალიან მაღალ დონეზე, ესე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ შეიძლება ნარკოტიკული საშუალება იყიდებოდეს, ეგრეთ წოდებული ხელიდან ხელში, ამის გარდა არსებობს ასევე სხვადასხვა სოციალური ქსელებით გაყიდვა, რომლითაც ხელმისაწვდომია ეს ახლა ეს თემა ტრიალებს საზოგადოებაში თითქმის ყველამ იცის და რა შეიძლება რომ აი ამ შემთხვევაში ვთქვათ გააკეთოს სახელმწიფომ ან საზოგადოებამ ამ სამედიცინო თემა. ფაქტიურად აკრძალვა, რა თქმა უნდა, ნარკოტიკების მოხმარება არის კრიმინალურ საქმიანობასთან დაკავშირებული, იმიტომ რომ უკანონო ნივთიერების მოპოვება ხდება, ფლობა ხდება და შემდგომ მოხმარება. თუმცა აკრძალვით მხოლოდ და ესეთი მძიმე ნარკოპოლიტიკით, რომელიც ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც კი გამოირჩეოდა საქართველო და გავიარეთ ჩვენ ეს ეტაპი უკვე ყველანი ციხეში ნულოვანი ტოლერანტობა ვერ მოგვცე ვერანაირი შედეგი. დღეს გვაქვს ესეთი სიტუაცია, ყავს საკმაოდ ბევრი ნარკოტიკის მომხმარებელი, არის ძალიან მრავალფეროვანი ნარკოსცენა, გვაქვს ძალიან ბევრი ზედოზირების შემთხვევები, გვაქვს საკმაოდ ბევრი სისხლის გზით გადამდები დაავადებების გავრცელება და აი ამ ყველაფერს მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ დაფიქრება და ძალიან მიხედვა ჭირდება, ასე რომ ვთქვათ. როგორც იცით, ბოლო პერიოდში უკვე შევიდა ძალაში ახალი ნარკოკანონმდებლობა, რომელიც ითვალისწინებს გამკაცრებას, კიდევ უფრო გამკაცრებას და იძულებით მკურნალობას. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მე ვარ სპეციალისტი, რომელიც მუშაობ ამ სფეროში უკვე 20 წელიწადზე მეტია, ჩემთვის თითქმის უცნობია რა იგეგმება. ანუ რა ნაბიჯები, რა მატერიალურ-ტექნიკური მომზადებაა იმისთვის, რომ ეს ყველაფერი განხორციელდეს, თუნდაც იძულებითი მკურნალობა, როგორ უნდა განხორციელდეს, როგორ ხდება, ვთქვათ, ადამიანის მკურნალობა, ვთქვათ, თუ ვაიძულეთ, რომ უნდა იმკურნალოს, ან არჩევანი მივეცით, რომ უნდა იმკურნალოს, სად მიდის ეს ადამიანი, რა მკურნალობის კურს გადის, ვინ ატარებს ამ მკურნალობას, რომ იმკურნალებს მერე სად ბრუნდება ეს ადამიანი. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გვაქვს და მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებასაც მიუხედავად იმისა, რომ ძალიან აწუხებს და ეს ჩანს პირად საუბრებში, სოციალურ ქსელებშიც, ყველას მაინც მიდის იქამდე, რომ ყველა ფიქრობს, რომ დასჯა თუ გამკაცრდება და უფრო მკაცრი იქნება ნარკოკანონმდებლობა, მივიღებთ უკეთეს შედეგს. სამწუხაროდ ეს ასე არ არის, იმიტომ რომ წამყვანი ევროპული ქვეყნების ნარკოპოლიტიკას თუ შევხედავთ, დასჯაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკა სამწუხაროდ შედეგს ვერ გამოიღებს ხოლმე.